გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფი დავაკავეთ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისგან გაწეული მომსახურების სანაცვლოდ შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი მათ თავისუფლება უკანონოდ აღკვეთეს და ფიზიკური ანგარიშწორების მუქარით 2600 ლირა, 3040 ლირა, 7172 ლარი და 1499 დოლარი გამოსცალეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191, 178 და 153 მუხლებით მიმდინარეობს.